Გამარჯობა, ვერბოლცნუბი. ესაა დათორსულები, მესამე ეპიზოდი. იმიტომ რომ იყო ამდენი ხანი რეაქცია, რომ გადავწყვიტე რამოდენი ეპიზოდი ერთად ამ რეაქტებიდან. მგონი ეს უფრო აჯობებს რა. ეს არის მესამე ეპიზოდი, რომელიც ერთი თვის წინ ამოვიდა, მე 4 დღესაც ვნახავ და კიდევ რაღაც დამატებითი ვიდეოა. წავიდა. რა მიწის რა? ნიუტონი ფიქრობს უბრალოდ. მოკეთ მიწის რა იყო და ნიუტონი ფიქრობსო. ეს აქედან გავიწყოთ. მოხვედით? ხო, შემოქმედის ლაიკი დატოვებულია აუცილებლად. ლინკი აღწერაში არის, ყველაფერი გენიალური, წავიდა. აია, წამოხის სახში ავიდეთ და მაგრამ აუ, ხის სახლი სუმიდო და ბავშვობაში. თქვენ გინდოდათ ხის სახლი? ან ეხა გინდათ? ბევრი ბავშვი იქნება. გინდათ ხის სახლი? მე სუმინდოდ. რაც მინდოდა? უბრალოდ კინოებში იყო და მე მეც მინდოდა. რატო კინოში რატო მიცე რატო არა თუ კინოშია? აი ეგე მინდოდა რა. უბრალოდ. ასული, აი ბაზები აგიშენებიან? ეგ შენებიდი შტაბებს. აუ, სერიოზული შტაბები ქონდეს რა. ჩვენი შტაბები იყოს, შარში იყო ყველა. რაც ჩემი სიძე ხარ, სულ ერთხელ იყიდე რაღაც. ერთხელ. და ეგეც ჟირაფინი მაგიდინი ეს მომენტი ვიცი. ავანგარდული მაგიდა. ეროტიული ქროსვორდების გარდა რომ სხვა რაღაცებსაც ყიდულობდე გეწოდინებდა. ერთი კაცების ფერმა ჰქონდა და ეგეც პოლიკას მიყიდე. რომ აღებული ფულით დაგელია მერე. გულის ამრევად ზიხარ, წელში მაინც გასწორდი. სახამოს გავსწორდები წელში. მე და შენი შვილი რო საძინებელში ავალთ. საღოლ მამა. ჩაიხვია შენი შვილი. შემთხვევით დააორსულე და მაგიტომ ხარ ერთად. ხო არ გონია მართლა ევასები. შემთხვევით კი? ეგრე შემთხვევით გაგაჯმევინებ შენ სამსახლიდან. რა თქვი? ეკოთ რა, ამოვიდა ყელში თქვენი ეგოები ჩახაჭუხი. ორივე ჩემთან დადიხარ. პოლიკა რა ყავასო? აშილო პოლიკა ყავაში. შენ შეიძლება კაცი ხარ, მაგრამ ამ ოჯახში პიტალო არის მამა შენი. ყვილი შეკავებას რომ შეძლებ პიტალოს ხებს მერე დაუძინე. შენ გადახრაზე ვიღაცა პოლიციაში რეკავს, საიდანაც გაზი ჟონავსო. პოლიკ, დროზე, პაჭოსთან წამოდი. რა ხდება? რატო ხარ აცუნდრუკებული? ბიჭო, რაღაც კარტები დაითრია, სასწაული რამეა, უნდა ნახო. რა? კარტები? ჩადოსტული კარტები? წამოწავიდეთ. Shark ტაშტი. ხო, მოკეთ ბევრი ბრეინდოთები ვახობოჩანს. იმედია მე-4-ში კიდე უფრო მეტი იქნება. გასაოცარი იდეით ვართ მოსულები. და დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ინვესტორების გახდებით. რა კაი ნოტიფიკეიშენი მომიდა. რემოჩი დავინსტალია, ხო, ვიდეო მალე იქნება. რა ჩავყაროთ? აი ის არა პრეზენტაციაზე გადადი. ანუ ბრეინდოთების ამბავი არ მგონი აქ იყოს დიდად. ბატონო გირია. Shark Tank. მოდი ასე კითხავთ. არა, ხო, ასე გორინტი. რა პრობლემას აწყდებით ხოლმე? მონდი ასე გეტყვი რა. მე მაგ რაღაცას არ მოვიხმარ. რას ამბობ? რა საინტერესოა? წავიდეთ ყვილები. აბა რა ჩალიჩობთ? აი ხან გეტყვი რა. დგები დილის 3-ро 15 აკლია. ან გაღვიძებიდან 17 წუთი მივშტერები ვარ ჭერს. ძალიან საინტერესოა. იქნებ გაგვაცნოთ თქვენი პროდუქტი. დიახ, გინახავთ ტიპები, შარკებს ვარ გავსუდიან. ნაკეთიკით. ეგრევე ფიქრობ, რომ ამას ჩაყრა ევასება. და იცით ასეთი ადამიანები რამდენია? სწორედ ამიტომ იმ დღეს მე და ქეშქეშამ ჩავყარეთ და მაგარი იდეა მოგვივიდა. წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროდუქტს. გახსნე რა. სათითის შემცვლელი. სათითის შემცვლელი, სულაც არ გავს სათითეს. ის უფრო რაღაც ნაწილს წააგავს სანტექნიკიდან. მაგრამ თუ დაატრიალებ, უცებ სათითეთ გადაიქცევა. კაცი შვილი ვერ გაიგებს რომ სათითე დაგაქვს. ეს იდეა რომ ჩაყარეთ, მერე მოგივიდათ ხომ? როგორც ჩანს, ახალი ამბავი არ იცით. თქვენი ბიზნესი კრახისთვისაა განწირული, რადგან ჩვენი ქალაქის ახალმა მერმა გუშინ ეგ თქვენი ბალახეული არალეგალურად გამოაცხადა. ანუ ვეღარ ჩაყრით და თუ ვეღარ ჩაყრით, ვერც სათითის შემცვლელებს გაყიდით. ეგ არაფერი. კობას რეალობის манипуляცია შეუძლია. როცევ დამაკანონებთ. ქეშქეშ, რაც გავქრი იმის მე რაღაცები ცოტა სხვანაირადაა. აუ, ეხა მოგინა ყობა. დაგვერხა. აქ რა გინდა დითავ? რა ხდება ბატახო? რაღაც კარტები დაუთრევიაო, მანახე ერთი აბა. ვა, მოიცა. და შენ ვინ დაგპატიჟა? მოუსვი აქედან. ბაჭო, ყველამ შვენივრად ვიცით. აი გაიოზით დაგიდასტურებს აგერ. პატარა რომ მიყავი, ტრაქში ქვიშაში გეყარა და მაგის გამო ახლა შიგნით რომ არ მიშვებ. ვაფშე არ მჭირდება ეგ შენი რაღაცა კარტია თუ რაცა. მაგრად გია გაიოს? ხო. კაი, ეგრეა ნამდვილად. არ დაუდასტურა გაიოს, არ მჭირდება. თანხმე? კი, ტრაქში ქვიშა მაქვს შეყრილი. თვითონვე დაადასტურა.
ტივიტრია იცი? ხო, რა კარტია აბა? ბიჭო, აი მეგობრებმა უნდა ითამაშოთ რა ერთად. პროსტა ისეთი გადაობა სიცივისგან ცუდად გახდის. ვა, გადაო? არა მართლა, საუკეთესო რამეა რაც მინახავს. გინდა შენც თამაში? კი, მინდა. მაგრად გინდა თუ ისე რა. მაგრად მინდა. სალოდნელი იყო. გაღეკარები. აი რატო არ მევასება? აი ოზაგე პანჯარა. წამოიქიდა. უბრალოდ რეაქცია იყო. ამოთვალთვალოთ. აი ჩვენიოში. ნიყო. პოლიკა ვინ იქნებოდა? თამაში მოუნდა ბიჭს. მერე არ შემოუშვი. ბიჭო, რამდენი ხანია მთელ ქალაქში დადის და ყველას ეუბნება, რომ ტრაქში ქვიშა მაქვს შეყრილი. რა ვალდებული ხარ შემოუშვი. მაშინ ღირსია თორვარ. პანჯარასთან როა ჩასატკავებული. არ შევიმჩნიოთ, ვითომ არ ვიცით რომ გიყურებენ. თამაში მოსხოთ და უფრო მოვანდომოთ. ბაზარი არა. რა თამაში ეგეთი? კაი მოკლედ თამაში ასეა. ხო ვიცით უკვე ეგ. პოლიკა მარიცის. რაც უფრო მეტად გაერკვევა იმაში თუ რა ვთამაშობ, უფრო მოუნდება. მოკლედ კარტში არის კითხვები და პასუხები. ერთი ტიპი კითხვებიდან იღებს ერთ კარტს და კითხულობს. დანარჩენებს პასუხები დაგირიგდებათ და უნდა ეცადოთ რაც შეიძლება სასაცილო პასუხები გამოგივიდეთ. რა ვიცი აბა, ჯერ ვერ გადავირიე. ამის გამო ატყდა ერთი ამბავი? უყურე. მოდი მსაჯული მე ვიქნები ამ ხელში. მოკლედ კითხვა. ატეხილი ვარ და მოგწერე. პრობლემა ხომ არ არის? არა ძმა, გეშლება, მე მალიანი ვარ. ისე ზიადის კონტენტი გაიჩინა. ატეხილი ვარ და მოგწერე. პრობლემა ხომ არ არის? მამა, 7 წელია არ მინახი ხარ, როგორ ხარ მენატრები? ჭახან შენი ჯერია. ატეხილი ვარ და მოგწერე. პრობლემა ხომ არ არის? არა უშავს იდეალური არავინაა. აი მაგალითად შენ ხარ. ხო, არ ხადაობ. ჭახანა მოიგო ეს პარტია. ახლა შენ უნდა დადო კითხვა. კაი, დაიცა. გასწორა გუშინდელმა დეითმა, მაგრამ უეჭველი ვიცი რომ შენ გააკუე. გამარჯობა, გონი ნომერი შეგეშალა. მე კური ვიყიდეო. ჩათლახების მეც რას ვიცნობ? აგერ ერთ-ერთი მე ვარ. უფრო კონკრეტული პასუხები მჭირდება გაიოს. არა ბიჭო, ეგრე ქვია კომპანიას. რა, კაცო ჩათლახი? ხო. აი, პირველ რიგში პაჭოზე მილიონჯერ აი რეკლამა რა. უნდა ავაგოთ. ძალიან დიდი ნაწილი წაიღო. ეგ რა მაკლია, პაჭო ჩემზე უფრო ხოდიან. მაგა მაინც კაი. რეკლამა გროქს კაი. სად არის ამდენ ხანს? რა ვიცი, მე დავიგე. გონი ცოტათი სცენარიდან ამოუვარდა, მაგრამ რავი, სცენარიც დიდად ვერ გავიგე. იცოდი რომ ზარმაცა რა ხდება საერთოდ ხამ სეზონში ვერ გავიგე. კუჭითაც შეიძლება მოკვდეს. ზუსტად ეგ მჭირს მათემატიკის გაკვეთილებზე მე. ყველაფერზე მაგის ვიდეოს ნახავთ რა, მე ბოლოსკენ უდევს რაღაცა დამატებული თუ რა. დრამატული განხილვა რაღაც ეგეთ ვიდეო ხო და მაგას ნახავ რა. და გონი მათ გავიგებ რა ხდება ამ სეზონში. იცი პასუხი უბრალოდ ხელის აწევა მეზარება. ბავშვის ზარმაცები ხიდან იმიტომ ვარდებიან რომ ტოტების მაგივრად საკუთარ ხელს ეჭიდებიან. აჰა. აი სიჩტირის მომენტი ალბათ მომავალში ვნახოთ, მე რატო ხდებოდა ეს? იმიტომ რომ გავსი რაღაცები ქონდა, კედლის ნაწერები იყო იქ რაღაცა პლანეტაზე რომ იყვნენ რაღაცები და მე დროში იმგზავრეს რაღაცები გაიგეს და აი ეს მომენტი არის ძალიან უცნაური. მოდი აბა კიდევ ვნახოთ. გაკვეთილებზე მე. რომ არის ამდენ ხანს. რა ვიცი, მე დაურეკე კაცო. ისე იცოდი რომ ზარმაცა იმდენად ზარმაცი არსებაა, რომ სავსე კუჭითაც შეიძლება მოკვდეს. ზუსტად ეგ მჭირს მათემატიკის გაკვეთილებზე მე. ყველაფერზე ვიცი პასუხი უბრალოდ ხელის აწევა მეზარება. ბავშვის ზარმაცები ხიდან იმიტომ ვარდებიან რომ ტოტების მაგივრად საკუთარ ხელს ეჭიდებიან. აჰა. მირაში ერთხელ ისაქმებენ ზარმაცები. თან მაგ დროს ხიდან ჩამოდიან, სადაც იდეაში ყველაზე დაცულები არიან. რო ქვემოთ რაღაც რიტუალისტურ ადგილას მოისაქმონ. მეცნიერები აზრი არ არიან, რატომ შვებიან მაგას. აჰა. კიდევ ერთი. კუს რომ საკუთარი ტრაკიდან შეუძლია ის უნთქოს იცოდი? აღარ მოვა ის კაცი. რა სისულელებს მებაზრები, რა კუს უნთქავს ტრაკიდან. სხვათა ო იმედია შედეგ ეპიზოდში რაღაცა ახსნა იქნება მას. შურს ასეთი რაღაცები ბევრს აინტერესებს. ბევრად მაგარი იქნება. დააკეთე და იგი ბაზრეთ დაინტერესებულმა პირებმა. აუ რამე TikToker-ზე იყო რამე ეს ამბავი? აუ მეთქი მართლა ეგ სცენარისტემა იყო. გამარჯობა გენაცვალე. როსტომა შენ ხარ? ხის სახზე. არ უყურებ TikTok-ს უბრალოდ ასე არ ვარ. რომ დაგირეკეთ.
მე ღირსახლების მეტი რა მიკეთებია ძმაო, როგორც ჩემი ხუთი დიდი ისე ვიცი აქ საქმე. მეძვირე ხო არ ხარ? კეთილების ერთ-ერთი პერსონაჟი. მე ძმაო, აი კაპიკს არ დაგიმატებ. რაც იქნება საკიდელი და ხელობა, ეგ არის. კაი, აბა, წამო ხეს განახებ, სადაც უნდა ავაშენოთ. აი ამ ხეზე მინდა რო ავაშენოთ რა. ხეს დედაქვს მოტყული, ხეს დედაქვს მოტყული ძმაო. მე რომ ცოდნოდა ძმაო აქ ასეთი სიტუაცია დამხვდებოდა, ვაფშე არ მოკიდებდი ხეს ძმაო. ეს ხე ვაფშე ამოსათხრელია და თავიდანაა დასადგამი. აქ რო რამე გავაკეთოთ ჩვენ, ხვალ ისევ ჩამოინგრევა და თავიდან იქნება დასაკეთებელი. პასის გაზრდას აი უნდა დაგაჯვა. არა, გაჯი, რა თუნდა მან ძმა. არა, შენ ვერ გამიგე. აი აქ უნდა დაგაჯვა მეთქი. შენ ბიჭო ვისაბოლებ. პოლი, მოჟრაჟი არ გინდა. დაბრუნდა ძლივს ეს ჯართოს ნურინი. ისეთიც არაფერი არა ახლა რომ ვუყურებ. უფასოდ გაგიკეთ, მე ამაში ზოგადად ფულს არც ვიღებ. ვალტოს. აი ბიჭო, ხელობა ზოგადად ძალიან დაზაბაზებელი პროფესია. აზროვნებასაც მოითხოვს, გემოვნებასაც. და აი, ასეთი როჟები იმენა, თელ პროფესიას ულახავენ სახელს, რატო არ ინძრევა, ხო არ მოკდა? არა და ჩემს მას რო ვეუბნებოდი გავაქირავოთ ეს სახლით ხო? არაო, არ მინდაო, მანდო ვინ იქირავებსო? მაგერ თქვენ პირველი სტუმრები ხართ. ხა? გობა, რამ გადაგრია ბიჭო, აქ რა გვინდა? კეშ, შენ ვერ ხვდები. სანამ ჩაყრას დავიწყებდით, არ გახსოვს როგორი ვიყავი. იმიტომ შევიცვალე რომ ბალახი ამაზრებს თრგუნავს. ახლა კიდე იმდენი ხანი არ ჩამიყრია, არ ვიცი რა მოხდება. ხო, მარა, აქ რა გვინდა შეჩემა? უნდა გავიხიზნოთ ბიჭო. გონება ცოტა ხნით ყველაფერს მოვაშოროთ. აქ სულ ასეთი ამინდია ძია კაცო. და რო რაღაცა რას ამბობ? კარტარახანებში საუკეთესო ამინდი გვაქვს. რა შვება როსტომა? დაიწყო მუშაობა. კი, მუშაობს. დაუბრუნდა ხელში მგრძნობელობა, ანუ? კი, დაუბრუნდა უბრალოდ. ის როსტომა იყო? ის შეუცვამ შარვალი გამოუწვა ტრაქთან და აშკარად ვერ ხვდება. ტრაკად მოგდებული მუშაობს? ხო. აი მაშინ მეორე ამბავს მივხედოთ ახლა. კარტი გვაქვს დასათრევი და მაგათი ინსტაგრამიც გავაძრე. ვისი ჩატლახის? არა, ტრამპის. ტრამპის? ხო. დაიცა რაღაცა საარში ყო კარტები გვაქვსო ბიჭო. საარში ყო? ნაშების პუნჩი? არ ვიცი, შეიძლება მოყვება ეგენი? კითხი აბა? საარში ყო ანუ ნაშების პონჩი? კი, რატომაც არა. იმენა ნაშებთან ერთად სათამაშოა რა. და ნაშები მოყვება? არა, ნაშები თქვენ უნდა ააგდოთ. და რომ დავამატოთ თანხა, მაინც არ მოყვება ნაშები? მაქსიმუმ ვეცადოთ რომ ვინმე ნაშა კურიერს გამოვატანოთ. რაღაცას გვაბოლებენ ესენი ძმა. რატო? ნაშა კურიერი გინახავს სადმე? რავი, რას გაიგებ? მაგათ ხო უმეტესად ჩაფუტები უკეთიათ. ხო, ეგეცაა მომენტ. კაი დაიცა. აიც რა გელოდება შინ. დღეს შეძლებთ ბოტანას? აუ, დღეს ვერა, ეზარება ჩვენ ჩათლახ კურიერს. მაშინ ხვალ დილის 9-ზე? რა იყო ხაშია? ამათ დაშკარა ცოტა თვალში ვეპატარავებით, რატო? ვიღატავებია მგონი. ესე იგი ეგრე უნდათ, არა? ახლა გავარკვიოთ ამათი საწყობი სად არის და მოვიპაროთ. ეგრე გიქნა თავიდან. აი, მისამართი ჩაგდი. მოვიდით. ორი ზა საკიფათუა. და რა ვერ გაიტანი ნაშკარად, ისე ჩემი ვიგი წყაროები მაქვს მე. წყარო? დინარეები იყიდე? აიო, ხანდახან იმდენად დებილი ხარ, აქამდე ცოცხალი როგორ გადარჩი ვერ ვიგებ. ჩემი წყარო ანუ ინფორმაციის მომწოდებელი. დინარე რანაირად გაწვდის ინფორმაციას? გაიოს. შეწყვიტი აზროვნება, თორემ ესვრი გეფიცები. ეგ რაებია? ეს ხმა ჩაიგდებია. ჩემმა წყარომ მითხრა, რომ მაღაზიაში მისვლას ჯობდა საწყობი გამექურდა. მაღაზიაში სიგნალიზაცია უყენიათო. საწყობში არა. და არავინ არ იცავს აქაურობას? არა, საწყობი. იმითხრა რევაზამ რომ დაცვა ყავთო, საკმაოდ საშიშიო. ხო და იარაღები მაგიტო წამოვიღე ზუსტად. რევაზამ? შენი წყარო ბაბუა შენია? აი, ბაბუა გაიჩია. მოკლედ მე შევალ. შენ აქ დარჩი და თუ რამე საეჭვო შენიშნავ სიგნალი მომეცი. მოიცა რა სიგნალი მაღაზია არ შევთანხმდეთ? მოკლედ თუ პოლიცია გამოჩნდება, ეგრევე შარვალი გაიხადე და საკუთარ ტრაქზე ატყაპუნე ხელი. ხო, თან კარგად უნდა ატყაპუნო, ეკო უნდა გავარდეს რომ შიგნითაც მომწდეს მე ხმა. ხო. ბიჭო, რამე
ინდაურის ხმა რომ გავაკეთო, აი ჩემი იდეა ჯობდა. რანაირად ჯობდა? ჯობდა რომ გეუბნები. შევედი მე ნუ მაყვირებ, ვინმე ხმა არ გაიგოს. და პოლიცია თუ გამოჩნდა შენი ტრაკი არ დაინდოიცოდე. აი ხო. ოი მეძე იქნება ეს მან. არ ჯობდა მე გარეთ დავჭენილიყავი და გაიოზი შემომიშვა. თან რევაზამ აი დაცვა ყავთო ბაგათო. მერე შედერი საბა ვერანაირ დაცვას მე არ ეი ჯვარენეიდაც. ესე იგი დღეს ეზარებოდა ჩათლახ კურიერს მოტანა ხო? აგერს არ შიყო კარტები. ესენი რაებია ჩათლახი დიალოგები. ვაფშე ყველაფერს გავზიდა ძმა. ოი, რაყენია დაცვა. სამთავო გველეშაპი. არა. ვიღაცას. ის ადრი არის ხო რაღაცა? თმები ტყლეზია. ოუ, ხო, თმები ტყლეზია დაბრუნდა. ლეგენდა. მართლა სერიოზული დაცვა ყოლიათ. მაგრამ არ შეყო კარტების დათრევა მაინც მოვასწარი. აუ, კიდე მინდა და. ვა, საღოლ როსტომ, ძალიან კაია ე. როსტომ მოხდა? ამის მეტი, რა ვიცი, კორონას დროს საავადმყოფო ავაშენე თარსულაში 2 დღე ნახევარში. დამკვეთი გამყლევდა ძმაო, ჩემი ყოფილხარო. ხო, ძალიან კარგი. წადი ახლა. თმები რო არ მქონდეს დატყლეზილი, ამაზე მაგრად ვიღადავებდი. მართლა მაგრად გაუკეთებია. ბიჭებს დაურეკე რომ მოვიდნენ? კი, წესით უკვე უნდა მოვიდნენ. რა ხდება დიდ თავრაზეა? ნელა იყავი, პაჭო. ბოხმისგან გული არ გაგისკდეს. მაგიდაზე ნახერადევს? ონლიკ თავზე რა დაგემართა? ეს არაფერი, გადავიპარსე რა, ტვინის მუშაობას აუმჯობესებსო. თავი მსუკან ცერათიც გიგავს შეჩემა. გონი თავი კი არა მზის პანელია, ტელეფონს დამატენინე პოლიკ. ტიპი ამოტრიალებულ კვეცხს გავს, ტიპი ტრაკს გავს, ოღონდ ხვრელის გარეშე. ვაინა გალავა. მოდი, დაბაგარეთ ძმა. აი ბიჭო დამშვიდდი, მე რო თავი გადამპარსე დაგავიწყდა. მაგის გამო სტრელკები კი არ დამინიშნავს. რა წარსულს მახსენებ ძმა, გამოდი და გავარკვიოთ აბა ყველაფერი. კაი ხო, წამო. აიცება. სად მიდიოდნენ ეს ბავშვები? ოუ, შაუჯდებიან ახლა. ნახე რა ხის სახლი წამოუჭიმავს შენ შვილს? ეს რა არის მაგიდაზე? ეს მგონი ვიცი რაცა, პაჭოს რაღაც ჩათლახური დიალოგები ვუყიდე რა, გასართობი მაგედეს თამაშია, მაგრამ ეს რაღაც სხვა ვერსია აშკარად, ეს მგონი რაღაც იმისავით იქნება, ეს სიმართლიან მოქმედების პონჩი. ასწორებს. მოვცხოვთ? რა აზრი აქვს მაო, კარც რო თამაშობ, სულ ნერვები გეშლებათ და კარბი ხართ ხოლმე. აუ მიდი მეც ხოძე ვარ, მოვცხოვთ, არ გავიქცევით არსად. შენ წინაზეც ეგრე ამბობდი ძმა, ახლაც ასე იზა. მიდი მოცხეთ რა. დაგინო? დაგინე ძმაო. მოკლედ, ვითამაშოთ და ვინც ძმაო თამაშის დასრულებამდე ადგეს და წავიდეს იმის დედავატირე მე. მასულა. მოკლედ რიგრიგობით ამოვიღოთ კარტი მე ნიუტონთან გადავა, ნიუტონი შენთან და ასე. გაიძრე ერთი რამ რაც გაცვია ამ დალია ორჯერ. სულ ესაა ძმაო, აგერ ქუდს გავიხდი. როცა ჩვენ დასალევი რო არ გვაქვს აქ, ანუ რაც არ უნდა ამოვიდეს, უნდა გავაკეთოთ. რამე ისეთი რომ ამოვიდეს? ძმაო დაიწყო, დაგინებულია, უნდა გააკეთო. აი დამშვიდდი, ისეთი რა უნდა ამოვიდეს შენ. ნიუტონმა იცის გონი ასწრე. აღწერე ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც სექსი გქონია ან დალიე. რავი ძმაო, შავი პარასკევის აქციაზე. მან ჩეკი არა ნახევარ საქართველოს გქონია. კაი, ანუ ჩემი ჯერია. არ გავაკეთე. ოუ. ძლივს დაიწყო რაღაცა. წინა სერიებში მეოთხე ეპიზოდი ხო ლაიქი ფიქრობ. დავიდეოდა. ფინეთი არ არსებობს, მაგის ვიზღას ჯერა. იმ ხალხს ვისი ტვინიც რუკებს არ აქვს გამორეცხილი. აუ ლოკე რამე შენს პარტნიორს? ოპა. ხო და მაშინ ჩვენი დედაც ან შემეწეროს მკიდია ძმაო, მე ამას არ გავაკეთებ.
სამივე რა გაიყოლეს. რა კითხვებია ბიჭო. გინდა მოისმინო როგორ ფსამ? ნინო, ზოგადად როცა სამსახურიდან გაგდებენ ყოფილ უფროსთან მიწერა ნორმალური არა. წაშალე ჩემი ნომერი. ბაჭო, იბერია მიცის ტ**ში ქვიშა შეყრილი რუჟა რო გულშემატკივრობს? 1 2 და 3 რა ჯანდა ხდება? შუქი რატომ არა? აკი მარა შევარდნაძემ გაგვიტაცა თუ რა უბედურება? აი ეგა რო აიჩები კარტი ვითამაშოთ. აჰა. და რა შუაშია კარტის თამაში ამ ყველაფერთან? რაღაცა თებში მოფრინდა და აგვიტაცა ჰაერში. ბიჭო, სვანებმა ხო არ მოგვიტაცეს? დევი ახლა სვანები ცნობილები არიან ზოგადად მათი ტექნოლოგიური განვითარებით, მაგრამ თლად ფრინავთებშებამდე არ იქნებიან ალბათ. შვილო, გამიღე რა კარი. ახლავე, უნდა მიაწვი ამას და მიბძანდით. არა, პირიქით, გამომიშვით ბიჭო, ნუ დამაც შეხინებ, თავებს მარხვაზე ვარ. გაიჭრა. 1 2 და 3 ვინ ხართ ბიჭო თქვენ? შენ თვითონ ვინ ხარ? რა ხდება აქ? სხვადასხვა პლანეტიდან მოიტაცეს? პლანეტული ორთობრძოლა. პლანეტული ფეხბურთი? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლანეტა ტრაქსინაზე. სიხარულით გაუწყებთ, რომ თქვენ შერჩეული ხართ წლის შეწერვის ნომინაციაზე. ყავს ორი კანდიდატი პლანეტა ზაყარხუმარიდან. მათ საკუთარ პლანეტაზე არალეგალური კულტი აქვს, სადაც ყველამ საკუთარი დედის ფილტვე უნდა დაიფიცოს, რომ სარიტუალო ადგილას არ გააკეთოს. თუმცა 5 კილოლობიოს ჭამის შემდეგ თავის შეკავება ვერ შეძლეს, რის გამოც დედამისებს ფილტვები გაუჩერდათ. შეწერვა აღსრულდა. ხავს 3 კანდიდატი პლანეტა დედამიწიდან. მათ ჩათვლახის საარში ხო კარტის თამაში გადაწყვიტეს და დედაზე დააგინეს, რომ თამაშს არ შეწყვეტდნენ. იმეორებთ ერთ-ერთი კანდიდატის სიტყვებს. ჩვენი დედაც მე ამას არ გავაკეთე. ოლაინენი ძალია. ერთ კაცი იყო და 3 კანდიდატი პლანეტა პრუჭანიდან. პლანეტა პრუჭანს წმინდა ცხოველი ჩუმბა-ჩამბა განაგებდა და პლანეტაზე 40 წლამდე კაცებს ვაჟიშვილობის დაკარგვას უკრძალავდა. იქამდე სანამ ჩუმბა-ჩამბა ვიღაც მანიაკმა ბავშვმა არ მოკლა. ამის შემდეგ პლანეტის მაცხოვრებლებმა დააგინეს, რომ ვაჟიშვილობას 40 წლამდე მაინც არ დაკარგავდნენ. ჩვენმა პრუჭანელმა კანდიდატმა კი ცდუნებას ვერ გაუძლო და ვაჟიშვილობა 35 წლის ასაკში დაკარგა, რამაც პრუჭანზე აღვირახსნილი ომის დაწყებას დაუდო საფუძველი. შეწერვა აღსრულდა. თქვენ მონაწილეობას მიიღებთ წლის შეწერვის კონკურსში, სადაც დავადგენთ თუ რომელია თქვენში ყველაზე ნაყოფი. ვინ მოიგებს ნეტა? ჰაი, ეკიმი მოვაროდეს მე. ამ საავადმყოფოში ხო უნდა იყვირო რა. იცოდი რომ ერთხელ ბრიტანეთის საზღვაო ფლოტმა მეკობრეების დასაფრთხობად ბრიტნი სპირსის სიმღერა გამოიყენა? ბრიტნი სპირსი? აზრზე არ ყოფილა მეკობრეები. Baby, can't you see I'm calling? Guys like you should not be talking. It's dangerous. გამარჯობა. გვერდით პაციენტ შტებცელი და უნიტაზი აირია ერთმანეთში და საშინელი სიტუაცია იყო დამაგვიანდა. აბა, რა გვაწუხებს? ექიმო, მოკლედ ასეთი პრობლემაა რა. კივილი მიდის, არ ჩერდება. ცოტა ხანი გაჩერდება, მერე ისე ვიწყებს. აჰა, და სად გვაქვს კივილი? აგერ სკამზეზის. დაიცა? აბა, ახლაც გტკივა?
ახლა ამ მომენტში არა. აჰა, ცივზე ყუჩდება ანუ. რა ცივზე ყუჩდება, რა ვერ გაიგე. მე კი არ ვარ პაციენტი, გაიოზია, ტვინი წაიღო, აი, არსაიდან იმენა რაღაც რენდომ ფაქტებს ამბობს. არ ჩუნდება. პოლიკ, იცოდი რომ კუს საკუთარი ტრაკიდან სუნთქვა შეუძლია? პოლიკ, იცოდი რომ ერთხელ ნაპოლეონი კურდღლებმა გაძუხნეს? აი, რო დაიწყებს არ ჩერდება. არ ვიცი რა ჭირს. ადრე ასე არ იყო. მე ვფიქრობდი რომ შეიძლება გონება ტუნტყლითა აქ დაფარული თქო. კლასიკა. ასეთი მილიონი შემთხვევა მქონია. პაციენტები ჯერ უაზრო ფაქტებს ამბობენ, მერე კიდე ბლენდერი მოყავთ ცოლად. დასბოდავ კაცო. იცოდით რომ ბლენდერი დაჭრილ პურამდე შეიქმნა? აი, ხედავთ, უკვე მიდრეკილება უჩნდება სამზარეულოს ნივთების მიმართ. დაიწყო. რთული სათქმელია, ექსპერიმენტულ მკურნალობის მეთოდს უნდა მივმართოთ ახლა ჩვენ. მიმართე. კარგი და რას გულისხმობ ზუსტად? რამდენჯერაც გაიოზი რენდომ ფაქტის თქმას დააპირებს, ეს თევზი უნდა ჩაარტყა. იცოდით? აი? ხედავ, უკვე პროგრესი გვაქვს. იცოდით რომ შენი საღოლტო, შენ რა მაგარი ექიმი ყოფილხარ? არა და მთელი ქალაქი შენ გასხამს ვაქცინის მაგივრად რო ჭაჭა გაუკეთე ხალხს, მაგრამ ცოდნია საქმე ხო იცი? ბაჭო, ტბასთან მოდი, დიდთავ, დიდი ამბებია. ტბასთან? აი, მოვალ, მაგრამ ბაჭო, ბიჭო, ექიმთან ვარ და არ გინდა ვკითხო ამ საავადმყოფოში ტრაქში შეყრილ ქვიშას თუ მკურნალობენ? რავი რამე ისე იბერიას გამარჯვებას ვაწვევი ისე ტორპედომაც მაგრად იჩალიჩა ხო იცი წყალტუბოში 1-0 მოუგო იმ სამგურალს ზედიზედ მე-4 გამარჯვება უკვე ეგ მაგათვის და არაა ცუდი რავი ბაჭო ამ წედა იქირავე ბიჭო ეგ არ გამოგადგება ტრაკიდან ქვიშის გამოსაყრელად ოლი კაი ვთხა და მე კი არ დავიქირავე მთელი ამბებია წყალში რაღაც აღმოაჩინესო აღმოაჩინეს გაყინული ანაბრები მე რა ვიცი ველოდებით როდის ამოიტანენ იცოდით რომ დინოზავრი და ადამიანი რომ გასწრებაში შეეჯიბრონ ადამიანი გაასწრებს? რანაირად? თევზიდან ჩამოწევი არიან. აი გამშვიდი. ეს კიდე რენდომ ფაქტებს ისვრის აქეთ იქით? კი, არ ჩერდება. ექიმთან ყავდა და თევზით მომამირჩია, რავი, ჯერ არ ვიცი რა, არ ვიცი რა თუ ეშველება ამბავს. ჯემალ, აციე აბა. ჯემალ, აციე. ჯემალ, აციე. ოპა. ხომალდო. ხო არ ხადაობ, თან გაფუჭებულსაც არ გავს. ესე იგი ხომალდი ვიპოვეთ. შენ ის არა ხარ, აკუსტიკაში რო გიტარები გვაყიდინე. ელარჯი. ელარჯი საჭმელია, იდიოტო, ნახევრად მახინჯი კაცი კი არა. ელარჯი საჭმელია. ვითომ რომ ყველაფერი იცის. ელარჯი სანამცხელია ქვია ამ კაც იდიოტო. რა? ელარჯი სანამცხელია? ყველის მაგევრად რას წელავს? კუტუს? უძველეს ბერებს ჯეროდათ რომ მზის დაბნელების დროს დინგდონგის გაწელვა დიად სულიერ სიბრძნეს გაზიარებდა. ზოგი ამბობდა რომ ამის შემდეგ დელფინის ენაზე შეეძლოთ ლაპარაკი. ბატონო ელარჯი. რავი გაიოზაბა აშკარად არ იცის დელფინების ენა. და შენ საიდან იცი? ხშირად წელავ ხოლმე მზის დაბნელებისას? გამოაშკარავ. ტრაგინდა ძმა. თქვენ ბევრ რამეს ვერ ხვდებით ბიჭებო. ამ ხომალდის პოვნა დიდი ამბავია. სხვებს უნდა გავაგებინო. მიდი მე და გააგებინე სხვებს, წადი დაურეკე. მე ტელეფონს არ ვიყენებ. შეტყობინებებს მხოლოდ ფურცელზე დაწერილ ვგზავნი. ტექნოლოგიის ნდობა არ შეიძლება. და მაგ ფურცელს რითი გზავნი მერე? ყორანი. ჩემი ტელეფონი ესაა. ვა, თამაშები გიწერია? გო! აი გიცი. არიქა ჩაეჭიდეთ. ოლი კამარ ბიჭო. დაიწყო ძლივს იგი შეუგი. სად ვართ ბიჭო? ბავშვებო ადგილზე დარჩით, მალე მოვა უფროსობა და მოგხედავენ. რა გინდათ ჩვენგან? უკვე გითხარით რაც მინდა, ადგილზე დარჩით თქო. შემიხარ. მე ის ვარ ვინც იცის იმ ხალხს რა მოსდის ვინც წესებს არ ემორჩილება. სიჩუმე იყოს. გასაგებია? იქნება წყნაური. რა თაობა მოდის? საჯანდაბაში ვართ ბიჭო. წყლიდან ხომალდი ამოხტა და მოგვიტაცა. გონი ჩვენი ტბის ქვეშ უნდა ვიყოთ. წყალში. იქ რანაირად? წყლის ქვეშ თუ ვართ? რანაირად სუნთქავ, თევზები ხო არ ვართ? აიოს. კარგი.
ნუ აზროვნებ ძალიან გთხოვ. კაი და მართლა ხომ არ დაველოდებით მაგათი უფროსების მოსვლას. ნახდათ არ მინდა ვინმე მტირკმელები გაგვიყიდოს. უნდა დავითესოთ. სასტავ რა ვიცი, არ დაგხოცონ, იქნება არ არიან ცუდი ხალხი ის უფროსები. აი ოს მოაზროვნეთ მეთქი. არ დაგხოცონ და ცუდი ხალხი არ არიან ერთ წინადადებაში რანაირად ჩასვი. მე მაქვს გეგმა. ჩატლახი დიალოგის დროა ახლა ბიჭო? კი, ზუსტად მაგის დროა. გეგმა მაქვს, უბრალოდ მომენტეთ. ოპა. ეს ჩატლახი დიალოგია, თო ვიცი რაცა. მოწმობად ვიღადავებთ. კაი, დარიგი აბა და აგვიხსენი ერთი. კარგად მოიფიქრე ყურადღების გადატანა. ხო, ცოტა თამაშის ხოჩი შევიდნენ და დავითესოთ. ხო. დავაი. მაინც პარტახი ხარ. კაი აბა, მოწყოთ. 2 მეტრი ამოთხარე უკვე და ფაქტი არ არის. სად არის? რამდენჯერ უნდა მოგწეროთ, რომ ეს არის ბაგაბაღი. დავაი ბიჭო. დავაი ნენელა. ვიტესებით. გავდივართ. კასული ხა კასული. ბავშვის შენ ოღონდ რამე მთხოვე და დედასაც მოგკნა. აქ რა ხდება? თქვენ ვინ ხართ? მე რაული ვარ, ყარაყაული. ცვლილებებია ზემოთ რაღაც დღეიდან დაცვა ჩვენ ვიქნებით. ეგ რა წესია? რატო განაცვლებენ თქვენით? ხალხი მოიყვანაო ხომალდმაო და სად არიან აბა? ბავშვები სად არიან ბიჭო? აი, ამიტომ ცვლიან უფროსობას ძმა. თქვენ მერე მოგხედავთ და ვაი გაგწეულები დავიჭიროთ. მოგესალმებით, მე გარდაზაპორ წუკალ ჩულაყი ვარ. აი ეს გძელდება. მე რუზუნდაკულ ჩუპან ჩაჩონი. როგორც ვიცით, პლანეტა ტრაქსინაზე წლის შეწერვის კონკურსი მიმდინარეობს, სადაც უნდა დავადგინოთ არჩეული კანდიდატებიდან, რომელია ყველაზე ნაბოზი. წლის ნაბოძარი სახში მშვიდობით დაბრუნდება, ხოლო დანარჩენებს სიკვდილი მოელით. ოპი უნდა გახდე? წელს რა მოგვიმზადეს ორგანიზატორებმა. სამივე როგორ მოიგებენ? წლის შეწერვის გეგმას, რომელიც ჩვენმა ლიდერმა ჯუჯალზაბუდ კურტუპაჩუნმა მოიფიქრა. ოპა, კარგს მოიფიქრებდა. კანდიდატები გადაყვანილი იქნებიან პლანეტა დრუნჩზე, სადაც უკვე 7000 წელია მშვიდობა არ დარღვეულა. დრუნჩის საზოგადოება ერთმანეთთან ჰარმონიულად ცხოვრობს და იმ იშვიათ ცივილიზაციებს მიეკუთვნება, სადაც ომი, როგორც სიტყვა, არც კი არსებობს. დიახ, ნამდვილად ასეა, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს პლანეტა არაჩვეულებრივი ტესტი იქნება. ჩვენი კანდიდატები მალე იქნებიან გადაყვანილი პლანეტა დრუნჩზე, სადაც ისინი ეცდებიან, რომ ომი დაიწყონ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. შეიძლება. დაანძრეული აქვს. მათ ომის დასაწყებად 3 დღე აქვს, თუმცა დრუნჩზე დროს ხვანაირად გადის და ჩვენ ბევრად უფრო მალე შეგვეძლება გავიგოთ, ვინ მოახერხებს დავალების შესრულებას. დავუვიდეთ მონაწილეთა ინტერვიუებს. ბატონო ემაი, როგორია თქვენი განწყობა? 1, 2 და 3, რა ვიცი, ჩემი განწყობა ისეთია, აი, პოსეიდონის კოცნის მერე რო განიცდი. პოსეიდონის კოცნა რა არის? აი, ტუალეტში რომ დიდხნიან საქმეზე შედიხარ და გაჭინთვის მერე რო უნიტაზიდან წყალი უკან გესხმევა. აი, ეგა პოსეიდონის კოცნა. რა გინდათ საერთოდ ჩვენგან, რატომ ვართ აქ? პლანეტა ზაყარყუმარიდან ტიპებმა კულტი დაიწყეს და დედამისებს ფილტვები დაუხეთქეს. პლანეტა პრუჭანიდან ტიპმა ვაჟიშვილობა დაკარგა და აღვირახსნილი ომი დაიწყო. ჩვენ პროსტა დავაგინეთ ძმაო, ამის გამო სამყაროს ყველაზე დიდი ნაბოზ კონკურსზე რატო ვართ ვერ გავიგე? ბატონო ემაილ, თქვენი кейსი იმიტომაა ამდენად მძიმე, რომ დედაზე დააგინეთ. ჩვენთვის, ტრაქსინელებისთვის, დედა ყველაზე სანუკვარია და იმ სიტყვების წარმოთქმაც კი, რაც თქვენ თქვით, მენტალურ და მორალურ ზიანს გვაყენებს. ხო და თქვენი დედაც მოუყვანდა თქვენი პლანეტისაც ზემოდან. ჯანდაბა ახლა ფსიქოლოგთან ვიზიტი დამჭირდება. მოგიბულია ახლა კი დღის სხვა ამბები. სუდან დუბან კუმანმა წუხან და ჰარაზარს წუწანზე უკბინა. ეგრეც ვიფიქრე. მაგისა ნაკებს არ ისეთ ყალქვეშ რა გასასვლელი უნდა ვიპოვოთ, მე ვერ ხვდები. ბიჭო, არ ვიცი, იქნება სხვა ხომალდს წავაწყდეთ და იმით წავიდეთ, ან რა ვიცი, ყალქვეშ ვართ. იქნება ჟანგბადის ბალონები ვიპოვოთ და ავცუროთ რა ჩვენით. ხო რა. მარჯვნივ ახლა თუ მარცხნივ? ჩემი აზრით მარჯვნივ. მარცხენა მხარზე ეშმაკი გაზისო და მარჯვნივ ანგელოზი ვარ, გაგიგიათ? ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, რომ ეშმაკი მარცხენა მხარზე კი არა, ჯოჯოხეთშიზის და უზარმაზარ მუხის მაგიდასთან პაპაპაპას გაყვირის. მაგრამ კარგი იყოს მარჯვნივ. არ გაიცრით, ჩემი დედაშევი. აუ, პირჟავიკი. რა გინდათ, კაცო, ჩვენგან? არ გაიცრეთ მეთქი, ჩემს ყველაფერს შევე. ბიჭო და მარტო რატო ხარ?
თქვენაირები რომ მარტო არიან, კაცობა ხო აკლდებათ მაგ დროს. წესით 1-10 მაინც არ უნდა იყოთ, რო ივლატაოთ. დავიყავით რომ მარტივად გვეპოვეთ, ბიჭო. ახლა სადაც საჭიროა იქ წაგათრევთ და თქვენი სუნთქვის ხმაც არ გავიგოთ, ორე? ხო, თუ ხმას ამოვიღებ, ჩენდე და შეი, თუ სახი არ გაგვაძრო, ხო? ხო, მაგრამ სანამ წაგიყვანთ, დროზე ჯიბეები ამოატრიალეთ, ოთხივე. ფული მოჭვით, ბიჭო. ფული რა დგინდა, ლამაზი კაბა უნდა იყიდო შენთვის, აბა, გოგო შენ არ გეყოლება და. მე რაული ვარ, ყარაყაული, გაგიხვრიტო შუბს. ბოლტოს. გეთანხმები, ოთხივეს ხოვთ ჯოხები დაწყეთ. ჯავიკები არც მე არ მევასება. მაგრამ საინტერესოა ამათ რატო გაგვიტაცეს. ბაჭო, ამათ მთელი ცხოვრება ავსწავლობ. ესენი თავისით არაფრის მომხოდველები არ არიან. ვიღაცამ დაიქირავა უეჭველი. ლუდი და სემიჩკა შესთავაზეს და ესენიც ალბათ დაიკერენ. ანუ ჯერ კიდე არ ვიცით ვინ მოგიტაცა. არა, აი დავფიქრდეთ რა, ვინ შეიძლება იყვნენ. იცოდით რომ დიდი სიტყვების შეშს ჰიპოპოტომონსტროს ესკვიპედალიოფობია ქვია? გაიო, სერიოზულად, ახლა მოგდა მაგისმა. აი ვიყიდი მე თევს ხვალ ბაზარში და მე ნახე რამდენი გირტყა. აი წამოწავედით, სანამ კიდე გამოჩენილა ვინმე. მოგესალმებით, ეს ახალი ამბებია, რომელსაც კვლავინდებურად გარდა ზაპორწუკალ ჩულაყი და რუზუნდაკულ ჩუპან ჩაჩონი გაგაცნობთ. დავუბრუნდეთ ჩვენს კანდიდატებს და გავიგოთ თუ როგორ ასრულებენ დავალებას. როგორც იცით, ისინი პლანეტა დრუნჩზე გადავსვით, სადაც მათი დავალება ომის დაწყებაა, თუმცა ამნესიის შესრულება ფაქტიურად შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ პლანეტა დრუნჩზე 7000 წელია მშვიდობა არ დარღვეულა. პირველი პლანეტა პრუჭანის წარმომადგენელი ჩაგვერთვება. ბატონო სუდუ, როგორ უმკლავდებით დავალებას? რა ვიცი რა, არაფერი არ გამოდის. აქ ისეთი ამბავია, მე არ ვიცი საერთოდ. გამოკითხვა ჩავატარე და აქაურ მაცხოვრებლებს რასაც ქვია უყვართ ერთმანეთი. წესით არც უნდა გეფიქრათ, რომ დავალება მარტივი იქნებოდა. მოდი ახლა ჩვენს მომდევნო კანდიდატებს ჩავერთოთ პლანეტა ზაპარკუმიდან. ბატონებო, თქვენ მაინც გაქვთ რა მესახის პროგრესი? რა პროგრესი? ჯერ ვეცადეთ მეზობელ ქვეყნებს შორის ჩაგვეგდო შუღლი. მარტივი ფსიქოლოგიით რა, უთხარით რომ ერთი მხარე მეორეზე ფიქრობდა, რომ ესენი სირები არიან. მოკლედ ვცდილობდით, რომ ამათ შორის სიძულვილი დაგვეთესა. და რა მოხდა? ჩათვალეს რომ რაღაც თეატრალურ აქტს ვდგამდით. ახლა შენობას გვიშენებენ რომ სპექტაკლები დავდგათ. მერჩიტი გაგვიკეთებიან, გიჟები არიან. აქ ომი როგორ უნდა დავიწყოთ? ახლა განცალკევებით ვართ და მომდევნო სტრატეგიაზე ვფიქრობთ. გასაგებია, ახლა კი ჩვენს დედამიწელ კონკურსანტებს მოვიკითხავთ და გავიგებთ თუ როგორ მიდის მათი პირველი დღე დრუნჩზე. 1 2 და 3 ჰა გაგვიშვით სახში ომი დაიწყო. რა? ხო, დაიწყო ომისა? კი, მაგრამ რანაირად? რანაირად და უჭრელად. სხვა კანდიდატებიც ცდილობდნენ რომ მაცხოვრებლებს შორის დაეწყოთ ომი, მაგრამ მე მეკრელი კაცი ვარ, ყველაფერს ვუპოვიღრიჭოს. დავალება ომის დაწყება იყო, რა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთში დაიწყებენ ეგენი ომს თუ ჩვენ დავიწყებთ. ხო და ჩამოვედით თუ არა, ეგრევე მივედით ვიღაცებთან და გავუქანე და ვხიე. ერე მუზეუმი ქონიათ, სადაც ძველი ომის იარაღებს ინახავენ თურმე. რა იარაღს, კაცო? 4-იანი ქვია და მთელ პლანეტაზე ერთი ცალია მარტო. მაგარი რამეა, იმენა დავითრიე თუ არა, ეგრევე მაგათ პარლამენტს დავუშვი ამ იარაღით და სტრატეგიულ ობიექტებს ვაფშე այդ ბუღი გადავატარე. და ომს ვიწყებთ ხო რა გამოუცხადეთ აკაურებს. რაღაც იზამდნენ, დაიწყო ომი. ჩავქოთ ეს. უნდა შეგვიტიონ უკვე და წაგვიყვანეთ დროზე აქედან. ღმერთო ჩემო. ამას არ ველოდი. ჭკვიანურად მოგიფიქრებიათ. კარგი ბატონო ემალი, ჩვენს ლიდერს ჯუჯალ ზაბუტ კირტუპაჩუნს ყველაფერს გავაგებინებთ და პლანეტა ტრაქსინაზე დაგაბრუნებთ. 1 2 და 3 უთხარით მაგ ჯუჯალ ზაბუტ კირტუპაჩუნს თუ ვინჩები ფეხებით საარო დაუჩქაროს. აი ლიფტი, გამოვიძახოთ და ეგა. გაიოს, გაჩერდი ერთი წუთი, აბა? რა ხდება? ვერ გავიგე. წინ სულ ისე რატომ მიდიხარ თითქოს გზაიცი? რავი, ინტუიციით. მოდი მოგვაბოლებ რა, ჯერ ტბაზე რომ ვიყავით, შენ გიტაცებდნენ, ჩვენ კი არა. აქ ჩამოვედით და რამდენჯერაც ის გარკვევა ვცადეთ თუ ვიღაცა სულ რაღაც ფაქტებს ახეთქებდი. აგვიხსენი ერთი, აბა რა ხდება? ისა. გაიოს. გაეცი აბა პასუხი. სულ თავიდან ხომალდმა რომ მოგვიყვანა. გახსოვთ რას ამბობდა? დაველოდოთ უფროსებს იქნებ არ არიან ცუდი ხალხიო. შენ მე დებილი ხო არ გონი ვარ ბიჭო. ისა, ვიცოდით რომ შუმერულ ცივილიზაციაში. გაიოს, უპასუხე ბაჭო, სწორედ ანძრეული გაკეფიცები. საერთოდ გაიოზი ხარ? კარგით ხო? მე გაიოზის რობოტი ვერსია ვარ, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. რა? შედიშლა რობოტო შენა. გაწუხნეთ ბიჭო, გაწუხნეთ. მინახარ ბიჭო, საიდან მოიწვია ნამდვილი გაიოზი სადა? არ გაინძრეთ და ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლის.
ჩვენი ტაქსისტი, შენც რობოტი ხარ, კაცო? ვერც კი წარმოიდგენთ, უკვე იმდენი ვართ. ხელები მაღლა. ბატონო ელარჯი, თქვენც რობოტი ხართ? არა, მე ადამიანი ვარ. რომ ნახე როგორ გაგიტაცეს, ვიცოდი რომ თქვენთვის უნდა მეშველა. რა ხდება კი, მაგრამ რობოტების რევოლუცია დაიწყო? ახლა არაფრის ახსნის დრო არა. გასასვლელი აქეთა. სანამ სხვებიც მოსულან უნდა გავიპაროთ. კარგი, წავედით. შენ ჩვენთან ერთად წამოხვალ და პირველ რიგში იმას გვეტყვი, ნამდვილი გაიოზი სადაა? GPS-ი რო იყენებს მაშაში. ვახ, ბიჭო, ეს რა სიგიჟე ხდება? საიდან ვიცით საერთოდ რომ ჭახანაც რობოტი არაა? ბაჭო, შენ? რამე დამამტკიცებელი საბუთი გააქვს? თქვენს წინაშე წლის შეწერვის გამარჯვებულები. წლის ნაბოზრები, პლანეტა დედამიწიდან. ეს ვინ ჩემი შუაფეხია, ბიჭო? ამათმა გაგვიტაცეს? ბატონებო, ჩვენი ლიდერი, ჯუჯალ ზაპუტ კირტუპაჩუნი გილოცავთ გამარჯვებას. თუმცა თქვენთვის სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს. სინამდვილეში სიკვდილით დასჯა წლის ნაბოზრებს უწევთ. რა? აბა პირიქითო, წლის ნაბოზრებს გავუშვებთო? მოგატყუეთ. ახლა კი ტრაქსინელებო. 1 2 და 3 თქვენ რაღაცა გეშლებათ მგონი ბიჭო. ტყიანი. იარაღი საიდან? ხომ შეგამოწმეთ და არ გქონდათ. ტრაქშიც უნდა გენახათ. აბა ბატონო ჯუჯალ ზაპუტ კირტუპაჩუ, ვარ ყველაზე დიდი ნაბოზარი თუ არა? აბა რა იგონათ ბიჭო, ნახე რა ვუქენე, ნახე, მოინდომეს ჩვენი მოკლა. გადაგბუგეთს ყველა თუ ფუ, ბიჭო, ეს რა დაგვემართა? რა ხდება იმაი? ყველა დავბრინეთ ბიჭო, ახლა სახლში ვიღაცა გვიყვანს. რომელიმე მხომალდის მართვა ვიცით? ობა მივდი შენი ბიჭი. ისევ წვიმს, ისევ ქუხს, გუშინაც წვიმდა, იმის წინაც. აი რა, ნუ წუწუნებ. გინდათ საჩამოვამხოთ სოფლიო დომინაცია. კაი, დამშვიდი, არაყვე მაგაზრებს, თავი აკონტროლე. მოდი რამე ვითამაშოთ. გუშინ ჩატლახი დიალოგი გამოვიწერე, მაგრამ ერთი კაციც რო დაგვემატოს გაასწორებდა. უი, ისაპირებს მოსვლას, ჩემი პირველი თანამზრახველი. ვინ კაცო? ისა. ეგენდები ბრუნდებია. მიდი გაუღე. რა არის ბიჭო, აქ რამ გაქირავებინათ? ბინა. 5 ჯერ დამეცა მეხი სანამ მოვედი. შენ აქ რა გინდა განდრონო? ბიჭო, ცოტა ხნით თქვენთან ერთად გავიხიზნები რა. მაგარ სირობაში ამოყავი თავი. აი, აზი არ ვარ რა უნდა ვქნა ძმა, გამიგე? რა მოხდა? გოგო გავიცანი. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, იმენა soulmate-ები გავიჩიტეთ. დაემნებზე დავდიოდით, მაგრად გვევასა რა ერთმანეთი ძმა, გამიგე? მერე იქამდე მივიდა საქმე, რომ მაგის ოჯახი უნდა გამეცნო. ხო და მივდივარ წინ მამამისი მეტუზება და მეუბნება გაუმარჯოს მე ანზორავარო. ანზორაო, ბიჭო. მან დავწიროთ ჩემი შეყვარებული სინამდვილეში ანზორას გოგოა ძმა, გამიგე? დავპანიკდი და ეგრევე მოვტყდი. ახლა აქ ვარ. ამ სამყაროშიც ვერაცდი ანზორას გოგოს. რა მოხდა მე უბრალოდ სახელია ეგ ანზორა. გინდა დავბრიდოთ მამამისი, გინდა დავბრიდოთ. შენ რა გჭირს ძმა? ბოდიში თავს წლივს ვაკონტროლებ. ახალმა მერმა მწვანე ბალახი არალეგალური გახადა. ხო და დიეტაზე ვარ. რაღაც აზრები მიტევს ხოლმე მომენტებში. სამყაროს დაპყრობა მინდება. რა დიეტა ძმა, ღადაო? კოსმიური ყუთი ხარ, ბიჭო, შენ ვირა უნდა მოგჭამოს. ხო, ძმა, რას გიზამე? ციხეში ჩაქსვამენ? გახსნი პორტალზე გამოხვალ. რა დიეტა არის დიეტა? მართალი ხარ, ხო იცი? ხო და ყველა აღელვებულები ვარ და მიდი ერთი ჩავყაროთ პარე. რომ გნახავ, შენ სტრაქს რიკოთის გვირაბს დავამსგავსებ. ნომერი შეგეშალა, მაგრამ დამაინტერესე. ესე იგი, დრამატული განხილვა, easter egg-ები, ლაიქები წავიდა.
ბევრი რამ გამოგრჩათ. რამ მაგრამ სანამ იმკარებს გავაღებდე, რომლის უკანაც სრული რობოტული ჯოჯოხეთია. ხო, აი რობოტების აინე შემოიჭრა. ჯერ ახალი სერია არ გინახავს. აუცილებლად გადადი და ნახე, რადგან ეს ვიდეო უმძიმე სპოილერებს შეიცავს. საიდან დაიწყო რობოტები? მეხუთე სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული ნათლად ხედავთ რობოტებს, მათ ხომალდებს, თუ ცნობილ პერსონაჟებს, რომლებიც ხელოვნურმა ინტელექტმა მთლიანად ჩაანაცვლა. მაგრამ როგორ, რანაირად, ასე უბრალოდ გამოჩნდნენ და ყველა ჩანაცვლება დაიწყეს და ჩანაცვლებული ხალხი სადღა არიან. ამ ვიდეოში დაგიმტკიცებთ, რომ რობოტების შემოჭრა ახლა კი არ დაიწყო, ის დიდი ხნის განმავლობაში ნელ-ნელა ხდებოდა და სანამ ჩვენი პერსონაჟები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყურებით ტკბებიან, ქალაქში რობოტები დათარეშობენ. მაშა სადამე, მოდი უკან გადავახვიოთ. დაუვე. პირველ სეზონზე. კარგია. მეოთხე სეზონის სერია. რამდენი სერია იყო რომ მეოთხე სეზონში მეექვსე რა გაიგო. ბიჭებს ვიგენის ხორხის მოსაპარად. პლანეტა ეფსიკაზე გზავნის. ისევ ეფსიკა. ეფსიკა? ვინ ჯანდაბა იფიქრებს ამ სახელებს? ამ პლანეტაზე დიდი ყურადღება არავის გაუმახვილებია, ამიტომ მოდი ჩვენ ჩავეძიოთ. პლანეტა ეფსიკა ნანგრევებად აქცეული. შეიძლება ვთქვათ, რომ პოსტაპოკალიფტური სამყაროა. თავიდან ისეთი წარმოდგენა გვექმნება, თითქოს აქ ცივილიზაციას არც კი მოუღწევიაო. გრავიტაციული ველი სრულად დარღვეულია, რის გამოც ჰაერში მოლივლივე ნივთებს გამუდმებით ვხედავთ. იგი. თუმცა დიდი დრო არ გადის და ბიჭები საკმაოდ ცივილიზებულ ნაგებობას პოულობენ. შვენია. ქალაქში ვხედავთ სხვადასხვა შენობებს, მაღაზიას, ალკოჰოლისა თუ შვენია. დაშლილი რობოტები. დაშლილი რობოტების მაღაზია? თეორია მაქვს. შეიძლება ეფსიკა სულაც არაა ნანგრევების გროვა და აქ ოდესღაც დიდი ომი მოხდა მანქანებსა და პლანეტის მაცხოვრებლებს შორის. ეფსიკას ხო იპოვეს რობოტები. განადგურება გამოიწვია. ეფსიკელებმა თითქოს ტექნოლოგიასთან ძგომა სრულად გაწყვიტეს, თუმცა ბოლომდეო მაინც ვერ ვიტყვით. მაგალითად, ამავე ეპიზოდში დევი იარაღს არც მეტი არც ნაკლები რობოტი ჰოლოგრამისგან ყიდულობს. ჰოლოგრამა ეს. და გამოიცანით რა არის ჰოლოგრამის ქვეშ? ოპა, საიდუმლო. კოდი. თუ არ დაგვეზარება, ამ ციფრებს ამოვწერთ და გადავთარგმნით, შემდეგ ტექსტს მივიღებთ. რობოტები მოდიან. კიდე იყო მე. ჯაჯო მიხდა, ოფისიანად. სეზონი 4, ეპიზოდი 7. თითქოს არც არაფერიო, ბიჭები მანქანაში ზიან და კლასიკურად მურიქ სისულელეზე საუბრობენ. კლასიკური. იმაზე გიფიქრიათ, რომ ფინეთი არ არსებობს? დაიწყო. რუკაზე მინახავს კაცო ფინეთი, როგორ არ არსებობს? ამ სცენაში ახალ პერსონაჟსაც ვხედავთ. ტაქსისტი, რომელიც თარსულას მაცხოვრებლებს მომდევნო სერიებში ერთი ლოკაციიდან მეორეზე დაატარებს. ოიდან რობოტი იყო? ვიტყოდი არაფერი შუაშია თქო, მაგრამ ერთ მომენტში ზედმეტად დიდი უცნაურობა ხდება. დემონი არა ისა, უბრალოდ ჯოჯოხეთში გამოკეტეს, თორე დემონი ვაფშე არაა ეგ. ჩვენიანია გეუბნებით. თან დაუფიქრით, ამდენი ხანია სულ ვიღაც იჩითება, რომ სამყარო უნდა დაიპყროს, ყველა უნდა მოკლას. ამ შანსი არაა, რომ კიდე ექტება მოიხოდოს. იმ დღის დედაშე ტაქსისტად რომ დავიწყე მუშაობა. დაიგლიჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მეოთხე სეზონში მაცხოვრებლების ნაწილი რობოტების მიერ არიან ჩანაცვლებული. უკვე! კიდევ დამთხევა გგონია? როდის მოხდა? სეზონის მე-10 სერიაზე გადავინაცვლოთ, სადაც პერსონაჟები დროის მჭრელს იყენებენ და წარსულში ბრუნდებიან, სადაც ეფსიკაზე კვლავ უწევთ მოხვედრა. მოიცა, რაღაც უცნაური ხმა არ გესმის? თითქოს რაღაცა ტყდებაო. კი, მესმის. და მგონი შენი ტვინის ხმა არის, საბოლოოდ იშლება. აი ეს რობოტები ხომ ისო მახსოვდა. და აი აქ უკვე ნათლად ვხედავთ ეფსიკაზე დაცემულ, ტვერ დადებულ რობოტებს, რომლებსაც ჩაურმების სამშაბათი კი აქვთ, მაგრამ ჩაურმების სამშაბათი საკმარისი არაა. თითქოს ესეც ტიპიური სცენაა, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ტაქსისტი კარგად მართლა იყო? ნუ ნახო. სიგი მეოთხე სეზონი მე-10. ბოლო იყო პირდაპირ სეზონის. ეგ იყო? გადახვიის უკვე? აქ არა? აი აქა. ხო, აი. ეს მეორე ვინ არის? უბრალოდ ჩაოლებრივი რობოტი აქ აურო. ეს ტაქსისტი. ია.
ეს ის ტაქსისტი არაა, რამდენიმე ეპიზოდის წინ რომ დაიგლიჩა, იგივე ტიპი, მეხუთე სეზონის სერიაში. მთელი ეს რეაქცია ველოდები, რომ ესეთი რაღაც უნდა მოხსარიყო რა. მაგრამ ცალკე ვიდეოც იქნება და არ მეგონა. დაადგა ბავშვებს. რა ხდება მოზიშვილი? რობოტების თემა ნამდვილია, როგორღაც ეფსიკელმა მანქანებმა გზა იპოვეს, რომ კატაკლიზმას ხომალდს დედამიწაზე გამოყოლოდნენ, სადაც ნელ-ნელა ახდენენ ადამიანების ჩანაცვლებას. ბუმ! მაინც არ გჯერათ არა? ახალ სერიაში ხომ ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ ამოაქვს წყლიდან რაღაც უცნაური ხომალდი, რომელიც ბავშვებს იტაცებს და წყლის ქვეშ საცავში ჩაყავს. ლოგოც კი ხომალდზე ზუსტად ემთხვევა ეფსიკელი რობოტების ლოგოს, რაც ადასტურებს, რომ რობოტები სწორედ ეფსიკიდან მოვიდნენ. მაგრამ როგორ შეცდენ ხომალდს? იმას დაიჯერებთ, რომ გითხრათ. გაიოზი ეფსიკაზია, გაიოზი შეცვალეს მაშინვე, გამაში გამოდის. ეს ხომალდი უკვე გვინახავს მეხუთე სეზონის მეოთხე სერიაზე ბევრად ადრე. პირველი ეპიზოდი ისევ გადავახვიოს და ვნახოთ, თუ როგორ იწყება მეოთხე სეზონის მერვე ეპიზოდი. წყნარი, წყალქვეშა ხედი, ზემოთ ვხედავთ მზის შუქს, შუაში თევზებს და მოიცა ეს რა არის. ზუსტად იგივე ხომალდი ამდენი სერიით ადრე წყლის ქვეშ დაცურავს, აქედან მოყოლებული ეს ხომალდი ზედაპირზე ამოდის და ხალხს იტაცებს. თარსულას მოსახლეობას კი ზინავს. იგივე ეპიზოდი გვიდასტურებს, რომ რობოტები ცდილობენ არა მარტო ადამიანების ჩანაცვლებას, არამედ საკუთარ კოდებს დებენ დედამიწურ ტექნოლოგიებში. მაგალითად, ჩემ ცოლთანას დაეთრევი. იგივე ლოგო. მოდი ცოტა წინ წავიდეთ. მეხუთე სეზონის მეორე სერიაში რობოტები პოლიკას ჩანაცვლებას ცდილობენ. ქმნიან აპლიკაციას, რომლის დახმარებითაც ადამიანებზე ყველა სახის ინფორმაციას იპარავენ, რაც მათ ჩანაცვლებას კიდევ უფრო მარტივს ხდის. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, შეხედეთ პოლიკას ჩამნაცვლებელი რობოტის ლოგოს. ისინი იმდენად არიან მოდებული, რომ ანკეს თევზის მაგივრადაც კი მოყვებიან. ნუ კარგი ეს რომ რობოტია ლოგოთიც ხვდებით, თუმცა აშკარაა რომ ეფსიკელი მანქანები ექსპერიმენტებს ატარებენ იმის დასადგენად, შეუძლიათ თუ არა თევზებთან ერთად თანაცხოვრება. იმიტომ რომ ადამიანებს რაც უსმინეს. არ გვინდა ეგენი. მიწაში აქვს ფესვები, ტოტები აქვს, ფოთლები აქვს და ხეა. რა არის? ტროლეიბუსი? არა. ხე? კი, ახლა შენ უნდა თქვა. რა სისულელია გამოცანაში ვეთქვი, რომ ხეა. ზუსტად ამიტომ ამბობს ეს რობოტი, რომ თუ დავაცდით, ყველაფერს აგვიხსნის. იცით, ამ ყველაფერს ძალიან ლოგიკური ახსნა აქვს და თუ დამაცდით, და შენ, დაწვევიანო ბიჭო, რატომ მიღებ? გადაღება რა საჭიროა? დავიდა რობოტებს ადამიანებისგან მალულად უკვე მოძებნილი აქვს საკუთარი საკომუნიკაციო. აქ ეს კოდია. და შენ, დაწვევიანო ბიჭო, რატომ მიღებ? გადაღება რა საჭიროა? დავიდა აი აქ რობოტებს დაინახეთ? აი აქ კოდი. ნებისგან მალულად უკვე მოძებნილი აქვს საკუთარი საკომუნიკაციო ენაც, რის დამამტკიცებელ საბუთსაც მეხუთე სეზონის მესამე სერიაში ვხედავთ. ყველაფერი იმით იწყება, რომ გაიოზი რენდომ ფაქტების ფრქვევას იწყებს. მიზეზი მარტივია. გაიოზი უკვე ჩაანაცვლა რობოტმა, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია რაღაც სულელური ფაქტების თქმით უფრო მარტივი გახდება. თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, კედელზე კვლავ ჩნდება ბინარული კოდი, რომელიც ზუსტად ასე ითარგმნება. იპოვე ლეგიონი. ლეგიონი რა არის ამას მომდევნო სერიებში გავიგებთ, თუმცა სწორედ ასე ახერხებენ გზააბნეული რობოტები ერთმანეთთან დაკავშირებას. მეტიც, კოდი მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ ახლო რობოტია. რაზეც ის ფაქტი მოწმობს, რომ სანამ რობოტი ჩანაცვლებული გაიოზი არ გამოჩნდა, კედელზე არც კოდი გამოჩენილა. თუმცა რაც ყველაზე მეტად მოწმობს რობოტების მიერ ადამიანების მასიურ ჩანაცვლებას ბოლო სერიაში, ამ შტერი ექიმის ნათქვამია. გამარჯობა, გვერდით პაციენტ შტებცელი და უნიტაზი აირია ერთმანეთში და საშინელი სიტუაცია იყო დამაგვიანდა. არა, ეს ნათქვამი არა, მაგრამ პრინციპში ეგეც გამოდგება. შეუძლებელია დენსქვიტა და უნიტაზი ერთმანეთში აგერიოს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ექიმის პაციენტი ნამდვილად რობოტია, რომელიც კვების წყაროს ეძებდა და არა უნიტაზს. თუმცა საუბარი ამ წინადადებაზე მქონდა. კლასიკა. ასეთი მილიონი შემთხვევა მქონია. პაციენტები ჯერ უაზრო ფაქტებს ამბობენ, მერე კიდე ბლენდერი მოწოლათ. გაიოზის რობოტობა რომ გავიგეთ, ეს უნდა გამხსენებოდა. ვერ გამახსენდი. რისი ბრალია? ლაიქია ცოტა მაგის.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თარსულას მაცხოვრებლები უკვე ამჩნევენ მათ ირგვლივ მყოფი საყვარელი ადამიანების ცვლილებას და ისინი ექიმთან მიყავთ ზუსტად იმ სიმპტომებით, რაც გაიოსავს. თარსულა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. რობოტები უკვე აქ არიან. ასე რომ მომავალში გვახსოვდეს. მიკა, ეს არის ხილაკია თუ არ მოშართულ, ამიტომ ვერ ვახულობ. ხედავთ იმისა, რომ თარსულები იუმორისტული შოუა, ეგრე მარტივად არ არის იუმორი და ვსიო არ არის. ყველა კუთხე კუნჭულში უამრავი საიდუმლო. всё, შემდეგ ნებისმიერ ეპიზოდს დადებს, ისევ ნახავ, რომ ყველაფერს წინასწარ გავიგებ რა. всё, შარში ხარ. შემოქმედია შარში. всё, ყველაფერს ისე დავორიექტებ შემდეგ ეპიზოდებს, რომ წინასწარ გეტყვით რა მოხდება 7 ეპიზოდში. всё, ძალიან დავუკვირდები რა თითოეულ დეტალს და ყველაფერს გამოვიცნობ. всё, მორჩია. აი ნახე დამალული. ეგარ ყველაფერს გავიგებ რა ეგ ყოველი ამბები თქვენ რას ფიქრობთ თუ თქვენ გამოიცანეთ ის ყველაფერი წინასწარ თუ იწოდით მე კომენტარი თქვენი აზრები შეხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოებში და ხომდის